საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა რამდენიმე წუთის წინ ტრადიციული ბრიფინგი დაასრულა. კურიერი ჟურნალისტი ნათია გოქსაძე გვეტყვის თუ რა თემებზე მიაწოდა ინფორმაცია მანჯგალაძემ ჟურნალისტებს. მანდა მანჯგალაძემ განცხადება გააკეთა 26 დაგეგმილ აღლუმთან დაკავშირებით. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით 26 მაისს ტრადიციულად ჩატარდება აღლუმი, რომელსაც პრეზიდენტი ჩაიბარებს თბილისში რუსთაველის გამზირზე. ამის შემდეგ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის ბათუმში იუსტიციის სახლის გახსნა. პრესმენების კიდევ დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის გაიმართება აღლუმი, ასევე გამოყოფთ მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელიც გაიმართება უკვე ბათუმში 26-ში, აქედან აღნიშნავდი იუსტიციის სახლის გახსნა, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სრული რებრენდინგი, რომელიც ამ სტრუქტურასა და სფეროში მიმდინარეობს და ეს ახალი შენობაც ამ უწყების განახლებულ სახედ იქცევა. გარდა ამისა, ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ისაუბრა იმ გამოცდებზე, რომელიც საჯარო სკოლებში უკვე დაიწყო. მანდა მანჯგალაძის ინფორმაციით, უკვე 1520 სკოლაში ჩატარდა გამოცდები. ეს პროცესი დინამიურად და პოზიტიურად მიმდინარეობს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის შეფასებით. მანდა მანჯგალაძის განცხადებით, უკვე 8 გამოცდის შემდეგ იქნება უკვე ობიექტური სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მომზადებულნი არიან მოსწავლეებიც და სკოლებიც ამ პროცესისთვის. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპი და რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი. უნდა ითქვას ისიც, რომ პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. ეს არის ჩვენთვის სრულიად ახალი მოდელი ტესტირებისა. რა შედეგით დასრულდება გამოცდები, რა მონაცემები დაიდება და რა ზოგადი სურათი იქნება. ეს უკვე 8 გამოცდის დასრულების შემდეგ იქნება და სრული ანალიზი გაკეთდება უკვე ამის თაობაზე და საბოლოო შეფასებაც უკვე ამის შემდეგ მოხდება. მაგრამ ამ ეტაპზე უნდა ითქვას, რომ სკოლა ნელ-ნელა იბრძნებს თავის სტატუსს და სფერო, რომელიც სახელმწიფოს პრიორიტეტია, რეფორმის ახალ საფეხურს გადის. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტის ვიზიტზე უნგრეთში. მისი გამარტებით ეს იყო მისი პირველი ოფიციალური ჩასვლა ამ ქვეყანაში. როგორც თქვენთვის ცნობილია, გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტი იეჟი ბუზეკი, ასევე დანიშნულია საფასუხო ვიზიტი საქართველოშიაც უნგრეთის უმაღლესი წარმომადგენლობის. პრეს-სპიკერის განცხადებით, ეს ვიზიტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი. მანდა მანჯგალაძის განცხადებით, სულ მალე საქართველოში მაღალი რანგის სტუმრები შვეიცარიიდან ჩამოვლენ და ასევე იგეგმება მოლაპარაკებები იმ ამერიკელ სენატორებთან, რომლებიც თვის ბოლოს უკვე თბილისში იქნებიან.